უკანასკნელი 10 წლეულის განმავლობაში ქალთა ლიდერობა გლობალურ ტენდენციად იქცა, თუმცა არის სფეროები, სადაც ეს კვლავ იშვიათი გამონაკლისია. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა სწორედ ის ინდუსტრია, სადაც ადანა ნიკაშვილმა რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდა, სტერეოტიპები დაამსხვრია. 2014 წლიდან ის კომპანია IMC-ს უდგას სათავეში, რომელიც გარდაბანში ინერტული მასალების მოპოვება გადამუშავების მსხვილი მოთამაშეა. მუდმივად მზარდი ლიცენზიები, გაზრდილი წარმატება და წარმატებული რეალიზაცია ეს ადანა ნიკაშვილის მენეჯმენტის შედეგია. Როგორ იმართება წარმატებული ბიზნესი, IMC-ს დამფუძნებელი თავისი გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ უკვე ქალების ნარატივის ეთერში საუბრობთ. ადა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ადა, უპირველესად მინდა 2025 წელი შევაჯამოთ, როგორც თქვენთვის, თქვენი კარიერული გზისთვის და ასევე კომპანია IMC-სთვის, როგორ იყო 2025 წელი, რა მნიშვნელოვან პროექტებს გამოყოფდით? 2025 წელს საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენთვის. გავზარდეთ მოცულობა ჩვენს კარიერზე, ეს ჩვენ გვაქვს 20 წლიანი ლიცენზია 200,000 კუბით. ავიღეთ ახალი ლიცენზია 11 ჰექტარი იქვე და უკვე ვიწყებთ ამ ლიცენზიაზე უკვე მუშაობას, ანუ თვითონ კარიერში, კი ბატონო. კი ბატონო, გავზარდეთ წარმატება, რაც მთავარია. თუ ადრე გქონდა წლიური 100,000-მდე, ავედით 200,000-მდე წარმატებით კუთხით. ქალბატონო, ადა, ახსენეთ, რომ გაიზარდა როგორც წარმატება, ასევე ახალი ლიცენზია არის კომპანიის ერთ-ერთი სიახლე. რის ხარჯზე ახერხებს კომპანია მუდმივ ზრდას, განვითარებას და სიახლეებს? რა არის ეს წარმატების ფორმულა თქვენთვის? ყოველდღიური მუშაობა, ანუ ბაზარზე მოთხოვნა, ანუ ამას ვიკვლევთ და წიაღის ეროვნული სააგენტოდან მაქსიმალურად კარგად მუშაობთ ამ სააგენტოსთან და ვიღებთ ახალ ლიცენზიებს, კი ბატონო. ქალბატონო, ადა, გავიხსენოთ 2014 წელი, მაშინ, როდესაც გადაწყვეტეთ, რომ კომპანია IMC შექმნილიყო ბაზარზე. საიდან გაჩნდა იდეა, რატომ მაინც და მაინც ეს სფერო, რამ გამოიწვია თქვენი მთავარი ინტერესი? ეს კომპანია მე არ დამიფუძნებია, ადრეც ვიყავი თქვენთან სტუმრად და აღნიშნეთ, ეს კომპანია ჩემმა ოჯახის წევრმა დააფუძნა 2006 წელს. თუმცა არ ვიყავი ქართული ამ კომპანიის მმართველობაში. კომპანიის მმართველობაში შევედი უკვე 2014 წლიდან. 14 წლიდან, კი ბატონო. უკვე თითქმის 11 წელია, 12 წელი ამ კომპანიას ვმართავ. ჩემი გადაწყვეტილება ყოფილიყავი ამ ბიზნესში, იქიდან გამომდინარე, ანუ გადავწყვიტე, იმიტომ რომ ჩავიხედე თვითონ ბიზნეს საქმიანობაში, ვნახე რომ საკმაოდ კარგი, ანუ ესეთი ბიზნესი იყო, დამაინტერესა და უკვე დავიწყე მისი როგორ გითხრათ, მართვა და უკვე შესვლა ამ ბიზნესში მთელი ჩემი რესურსით, კი ბატონო. რამდენი ადამიანია უკვე კომპანიის გარშემო გაერთიანებული? ვისაუბროთ ამ ადამიანებზეც, ვინც არიან დასაქმებული კომპანიის ჭრილში. კი ბატონო, 25 ადამიანი ყავს, მაგრამ ყავს კიდე ხელშეკრულებით პერიოდულად, აი, როდესაც ვიწყებთ ხოლმე ბალასტის ზიდვას კარიერიდან, გვჭირდება დიდი, ანუ სატვირთო მანქანები და სადღაც 10-20 მანქანა გვჭირდება ხოლმე ყოველდღიურად და დამატებითი რესურსი არის ეს უკვე ჩვენთვის, ანუ მე ვამბობ ადამიანური რესურსი, რომელთანაც აი 2-3 თვე 4 თვე, 5 თვე, ნახევარი წელიწადიც გაგრძელებულა, რომ ესე თანამშრომლობდით ამ კომპანიებთან. ზოგი არის ფიზიკური პირი, ზოგი არის კომპანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ეს
გითხარით გარდაბანში არის, ძირთადად აზერბაიჯანული მოსახლეობა არის, ანუ აზერბაიჯანელები და საკმაოდ კარგად თანამშრომლობთ ჩვენს იქ ცხოვრებ მოსახლეობასთან. თვითონაც ჩვენც ვეხმარებით რაშიც შეგვიძლია ხოლმე და თვითონაც აი ესე კარგად ჩვენი თანამშრომლები არიან ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. მათ ვასაქმებთ. ადამ, კომპანიის მთავარ უპირატესობად რას მიიჩნევთ? რა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რაც კომპანიას აქვს? მე ვფიქრობ ადგილმდებარეობა საკმაოდ ადგილმდებარეობა გვაქვს საკმაოდ კარგი ქალაქთან ახლოს და ასევე ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. ძალიან ისეთი შეკრული და ძალიან კარგად ვახერხებთ, მარტომი არ მართავ ამ კომპანიას. არიან ჩემთან დირექტორი, ვთქვათ, ბატონი გიორგი მიტიჩაშვილი, ბერსო ჩხაიძე, ტექნიკური დირექტორი. აი ჩვენ ძალიან კარგად ერთმანეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობთ. და ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ ეს კომპანია გავზარდოთ. ეხლა გვაქვს კიდე სხვა გეგმებიც, სხვა რეგიონებში გავდივართ, ლიცენზიებიც გვინდა ავიღოთ იქ და ალბათ უფრო გავფართოვდებით კიდეც. ხო, ეს არის 2026 წლის გეგმები, ხომ? და რომელი რეგიონი ფიქრობთ, რომ იქნება კომპანიისთვის განსაკუთრებით საინტერესო თუ გაქვთ ეს უფრო ქართლი და ალბათ კახეთშიც გადავალთ. ძალიან დიდი მადლობა და გადაცემაში ჩართულობისთვის. წარმატებები კომპანია IMC-ს და თქვენ უშუალოდ. მადლობა. დიდი მადლობა. მოგილოცავთ წინასწარ გამდეშობა. მადლობა. ადანა ნიკაშვილი, IMC-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გვერდდებოდა პირდაპირ ეთერში.